Თავდაცვის მსოფლიო შოუს რიგით მესამე პრეზენტაციას საუდის არაბეთმა უმასპინძლა. დედაქალაქ ელ-რიადში გამოფენა საზეიმოდ გაიხსნა და მასში მონაწილეობა 70-ზე მეტი ქვეყნის 800-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთის, რუსეთისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მწარმოებლებმა. ეს კი გლობალური დაძაბულობის ფონზე სამხედრო ინოვაციების ღია ჩვენებას წარმოადგენდა. წლევანდელი გამოფენა მოიცავდა სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო, კოსმოსური და კიბერუსაფრთხოების თავდაცვითი სისტემების პრეზენტაციას. საუდის არაბეთში გამართული თავდაცვის მსოფლიო შოუ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გლობალურ გამოფენად, რომელიც საერთაშორისო და საუდის არაბეთში მოქმედ სამხედრო სამრეწველო კომპანიებს აერთიანებს. ეს გამოფენა ხელს უწყობს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერას გლობალურად და ლოკალურად საუდის არაბეთისთვის. ეს მხარდაჭერა ამ ქვეყნის მიზანია, რითაც ტექნოლოგიების განვითარებით, გარე წყაროებზე დამოკიდებულების შემცირება მოხდება. ნავთობზე დაფუძნებული ეკონომიკიდან გადასვლის პირობებში სამხედრო ინდუსტრიის ლოკალიზაცია ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და გლობალური ცოდნისა და ტექნოლოგიების საუდის ხელში გადმოტანას, რათა ჩამოყალიბდეს შიდა უსაფრთხოებისა და თავდაცვის მომავალი. საერთაშორისო სამხედრო იარაღისა და მანქანა-დანადგარების მწარმოებელი კომპანიებიც აქტიურად უჭერენ მხარს საუდის არაბეთის მცდელობებს თავდაცვითი სისტემების ადგილობრივი წარმოების განვითარებაში. ამბობენ, რომ არაბულ ქვეყანას ამ მხრივ დიდი მომავალი აქვს. ეს ჩვენი უახლესი პროექტია ტექნოლოგიების გადაცემის მიმართულებით. იგი სრულად საუდის არაბეთზეა გათვლილი. დამზადებულია საუდის არაბეთში და ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებს მაღალი ხარისხის სნაიპერულ იარაღს სთავაზობს. რა თქმა უნდა, საუდის არაბეთის მოთხოვნების გათვალისწინება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ხარისხსა და მოდერნიზაციას ითხოვენ და ჩვენ ამას ვთავაზობთ. მათ ჩვენი საბრძოლო იარაღი წარსულში შეუძენიათ და ამით საუდის არაბეთის ჩვენდამინდობა და მხარდაჭერა ერთგვარად უფრო მყარდება. ამ გამოფენაზე მოწვეულია მრავალი ქვეყანა და სხვადასხვა სახელმწიფოს კონკრეტული კომპანიები, მათ შორის ჩინეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. ეს გვაძლევს შესაძლებლობას გავეცნოთ სხვა კომპანიების ტექნოლოგიებს და გარკვეული იდეები ერთმანეთსაც გავუზიაროთ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ისინი მოწინააღმდეგეებად მიიჩნეოდნენ, მაინც შესაძლებელია იდეებისა და ტექნოლოგიების გაზიარება. თავდაცვის მსოფლიო გამოფენა 2 წელიწადში ერთხელ იმართება, რომელსაც საუდის არაბეთის სამხედრო ინდუსტრიების გენერალური ორგანო მასპინძლობს. მისი იდეა თავდაცვის მომავალთან ინტეგრაციაა და უკვე იქცა მთავრობების, კერძო კომპანიებისა და დელეგაციების მნიშვნელოვან შეხვედრის სივრცედ. მიმდინარე ომებისა და კონკურენციის მიუხედავად ღონისძიება დიალოგისთვის სივრცეს მაინც ინარჩუნებს. გამოფენა 12 თებერვლამდე გაგრძელდება.